ირაკლი კობახიძე პასუხობს წინასწარ გაგზავნილ კითხვებს ინტერპელაციის წესით ქართულმა ოცნებამ მიმართა მას Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით კითხვებით. Როგორც წესი, ვიდრე ირაკლი კობახიძე დადგებოდა ტრიბუნასთან, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ უნდა ყოფილიყო ცნობილი კითხვების ჩამონათვალი, რაზე პასუხადაც დაიბარეს მათ ირაკლი კობახიძე. ირაკლი კირცხალია დადგა სხვათა შორის საპარლამენტო ტრიბუნასთან, მას უნდა წაეკითხა ეს კითხვები, თუმცა კითხვები საერთოდ არ წაუკითხავს, მან გააკრიტიკა ყველა ის მხარე თუ პროცესში ჩართული პირი, ვინც აკრიტიკებს Eagle Hills და შესაბამისად მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას. ამის შემდგომ დაიკავა საპარლამენტო ტრიბუნა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ Eagle Hills-ის პროექტი, ეს ინვესტიცია არის ფაქტობრივად უნაკლო ინვესტიცია, რომელზეც გამოთქმული ყველა კრიტიკული მოსაზრება არის სპეკულაცია. ის პასუხობს ზოგად კითხვებს, თუმცა ამბობს რამდენიმე საკვანძო საკითხს. ეს შეეხება ერთის მხრივ მიწის გაყიდვას უცხოელებისთვის და ასევე საცხოვრებელი სახლების უცხოელებისთვის გაყიდვას, რადგან არსებობდა ამასთან დაკავშირებით ასევე კითხვები. არაბული ინვესტიცია ნიშნავს თუ არა არაბულ ქალაქს, სადაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაიკავებენ ადგილს. ქართული ოცნების ლიდერი ამბობს, რომ თანამესაკუთრედ რჩება სახელმწიფო, პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების შესაძლებლობა, არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლების გაყიდვას, ის ამბობს, რომ ამ პროექტის მიხედვით დაახლოებით 16,000 საცხოვრებელ სახლის აშენებაზეა საუბარი და თავად კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ მოლოდინი, რომ ამ სახლების 60% სწორედ უცხოელებზე გაყიდის, თუმცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამის მოლოდინი ქართულ ოცნებას არ აქვს. ერთხელ გავიხსენოთ, რომ დაახლოებით 16,000 ბინა სახლი აშენდება ორივე ტერიტორიაზე და გახსოვთ, რომ Eagle Hills-ის დამფუძნებელმა ბატონმა ალაბარმა განაცხადა, რომ ის ვარაუდობს დაახლოებით 60%-ის გაყიდვას საერთაშორისო კლიენტებზე. ეს განცხადება ეფუძნება ამ კომპანიის პრაქტიკას და იმას, რომ კომპანიას აქვს კარგად აწყობილი მარკეტინგული ქსელი მსოფლიოს მასშტაბით. მან წარმოაჩინა ეს როგორც დამატებითი ეკონომიკური ეფექტი, რაც მეტია უცხოელი მყიდველი, მით მეტია გარედან ეკონომიკაში შენატანი. საქართველოში არის დღეს ასეთი სტატისტიკა, როდესაც შენდება ბინები, დაახლოებით 80% ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები და 20% ყიდულობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის მაჩვენებელიც იქნება დაახლოებით იგივე, ყოველ შემთხვევაში ახლოს 80%-იან მაჩვენებელთან. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ზოგადი ლოგიკური დასკვნა. აქაც ოპონენტები სპეკულირებენ და ამბობენ, რომ ბინის ფასი იქნება ძალიან მაღალი, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ამ პროექტში ბინების შეძენის შესაძლებლობა. და ერთ-ეგივე ციფრებს და რიცხვებს ატრიალებენ, აქაც აქედანაც ჩანს, რომ არის კოორდინირებული ეს კამპანია. ქართველი მყიდველების პროცენტული მაჩვენებელი ამ პროექტში იქნება დაახლოებით იგივე, რაც გვაქვს სტანდარტულად სხვა პროექტების შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ 80%-თან იქნება ახლოს ეს მაჩვენებელი, დანარჩენი დავულოდოთ გაყიდვების სტატისტიკას. შესაბამისად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი არაბული, რუსული თუ გერმანული ქალაქები არ შენდება რეალურად ორი ულამაზესი უბანი თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ ეს იქნება ამ პროექტის საბოლოო შედეგი. მთლიანობაში რაც შეეხება მიგრაციულ ეფექტს, გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებს გაიყიდა მთლიანობაში 60,000-ზე მეტი ბინა. და კიდევ ერთხელ შემიძლია მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამას დემოგრაფიაზე არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია და ამას განაპირობებს ის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. Eagle Hills სხვა ქვეყნებშიც განუხორციელებია პროექტები და სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია მის პროექტებს თუ ინვესტიციებს უკმაყოფილება. ასევე არსებობს კითხვები პროექტის განხორციელების ვადებთან დაკავშირებით, ასევე გაუმჭვირვალობის გამო სხვა ქვეყნებში ამ კომპანიას აკრიტიკებდნენ და ბუნებრივია რეპუტაციასთან დაკავშირებით საქართველოშიც დაისვა კითხვები. ქართული ოცნების ლიდერი კი ამბობს, რომ რეპუტაცია არის უმაღლესი, რაც აქვს Eagle Hills და ყველა ამ მხრივ გამოთქმული ბრალდება არის სპეკულაცია. კობახიძე
ამბობს, რომ ის ესაუბრა უცხოელ პარტნიორებს და ამ კომპანიის რეპუტაციასთან დაკავშირებით არც უცხოეთში აქვთ რაიმე კითხვები და შესაბამისად პირიქით, როცა ამხელა ინვესტიცია ქვეყანაში შემოდის, ეს სხვა ინვესტორებს დააინტერესებს, ამბობს ირაკლი კობახიძე. გარდა ამისა, იმ ვალდებულებებს, რაც ხელშეკრულების მიხედვით აქვთ მხარეებს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როცა საქმე ეხება ვალდებულებებს, სახელმწიფო არ იღებს რაიმე ფინანსურ ვალდებულებას, ის მიწით შედის ამ პროექტში, ეს ეხება კრწანისის ტყეპარკს და ასევე გონიოს და ასევე განმარტავს თუ რატომ აირჩა ეს ორი ტერიტორია. კობახიძე ამბობს, რომ კრწანისის ტყეპარკი ისედაც იყო საჭირო მისი რეაბილიტაცია, უფრო მეტად ძვირიჯდებოდა და შესაბამისად გადაწყვიტა ქართულ მოუცნობამ, რომ ამ მიწით შევიდეს ამ პროექტში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, სხვა ბრალდებებს, ასევე ის პასუხობს მეჩეთებთან დაკავშირებით გამოთქმულ ეჭვებს, რასაც ამბობს, რომ მეჩეთის აშენება არ არის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და საბოლოო ჯამში ამბობს, რომ ეს ისეთი უნაკლო პროექტია, რომ ვინც ამ პროექტს აკრიტიკებს, თუნდაც იმის გამო, რომ ეს ხელშეკრულება არის გაუმჭვირვალე, ის სპეკულირებს, რადგან რეალურად საზოგადოებისთვის კობახიძის მტკიცებით ისედაც ყველაფერი ცნობილია. როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი ნებისმიერი სხვა ინვესტორისთვის და სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული ძალიან მაღალი დონის საინვესტიციო გარემო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქართველოში Eagle Hills-ის შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ. ქართული სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ შევდივართ მიწის ნაკვეთებით ამ პროექტში და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება, არავითარი გარანტიის ვალდებულება, მათ შორის პარტნიორი კომპანიის მიმართ. რაც შეეხება ინვესტორის ვალდებულებას, ინვესტორი იღებს ვალდებულებას სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს მინიჭებული ამ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან. და ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს პრაქტიკა ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეს პრაქტიკა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას. და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ითხოვდნენ ანაკლიის შესახებ ხელშეკრულების გასაიდუმლოებას, დღეს იწუნებენ იმ ფაქტს, რომ არ არის გასაჯაროებული კომპანია Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულება. გასაიდუმლოებულია მხოლოდ ნიუანსები ამ ხელშეკრულების რეალურად დეტალები, რაც შეეხება ამ ხელშეკრულების ძირითად არსს და ყველა ძირითად პუნქტს. რეალურად ყველა ძირითადი პუნქტის შესახებ საზოგადოებას ჩვენ გავაცანით დეტალური ინფორმაცია. თანამესაკუთრედ რჩება საქართველოს სახელმწიფო. და რაც შეეხება მიწის გასხვისების შესაძლებლობას, პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების არავითარი შესაძლებლობა. ირაკლი კობახიძე მოხსენება საპარლამენტო ტრიბუნიდან უკვე დაასრულა, ამის შემდგომ უნდა დაისვას კითხვები, ქართული ოცნების წარმომადგენლებს კითხვები არ აქვთ და როგორც ცნობილია, ხალხის ძალა სვამს კითხვას, ქართული ოცნებაში გაჩენილი ოპოზიცია, რომელიც არის მსხდომათა დარბაზში და სავარაუდოდ გიორგი გახარიას გუნდის წევრებსაც ექნებათ კითხვები. ბევრი კითხვა ასევე დარჩენილი, მათ შორის პროექტის ვადებზე, თუ როდის დაასრულებს Eagle Hills-ი ამ პროექტს, რადგან ამასთან დაკავშირებით კითხვები სხვა ქვეყნებშიც გაჩენილა, თუმცა არ ვიცით ჩვენ ირაკლი კობახიძე თავად მედიასთან გააკეთებს თუ არა ამ თემაზე კომენტარს.